ეს ყველაფერი ეთერში უნდა ყოფილიყო, ეხლა რაც აქ რამდენიმე წამის წინ ხდებოდა. ხო, დიმას 69 წლის იუბილეის აღნიშნა. და რა უნდა მე მაგას გაიმეორებენ თუცოჯი იყო. აბა გაიმეორებ. მიულოცავთ დიმას ვიდი წავიდა. აბა რა ლამაზი დღეა რანათელი ზამე გვაბატიე ჩვენო დიმა ვერ გაჩუქეთ რამე ამაზე მაგარი საჩუქარი არ არის არაფერი მოგესალმებით მეგობრებო დიდი მადლობა რომ მობრძანდით თქვენი ასე ვთქვათ გადატვირთული გრაფიკის და მიუხედავად რაღაცნაირად შეძლებთ ჩვენთან მოსვლა გიორგი ეხლა ჩემი მაგაცების მაგას იმღერებენ დღეს ჩემ მეგობრებიც ვისაც უგასარვეთ სადარდებელი რავაჩუკო და კარგი ესე იგი მაყურებელი თქვენ კარგად გიცნობთ მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტად ასე ვთქვათ ჩაუღრმავდებით აი ამას რაღაც გარკვეულ საკითხებს მათ შორის ლაზური სიმღერებისა და ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, მაგრამ მანამდე ბუნებრივია ჩვენ გამოვიყენებთ იმ ფაქტს, რომ კაპიტან ლილი აბდულიში არის ჩვენთან ერთად და თქვენი ანსამბლის წევრია, რა ძალიან მახარებს და ამიტომ ლამზირასთან ერთად კაპიტან ლილი მოგვიყვება ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ლაზურ სიმღერასთან დაკავშირებით, მუსიკასთან დაკავშირებით. მანამ ესე იგი სანამ ვისაუბრეთ, პირველი სიმღერა რა იქნება კაპიტან ლილი? პირველი სიმღერა იქნება ნადური. აჰა. ლაზურად შესრულებული ნადური ჰეანა. ჰეანა ნიშნა ჰელესა ბოდიში. ჰელესა ეს ნიშნავს ნადურ სიმღერას. ნადური სიმღერა. აბა დავიწყოთ. არქოკოვიკ ნაცულეფე ელოვო ყონად კუჩხეფე ლაზური ბირა ფადოთქვათ Elesa, Elesa, he amoliasa, isahe, he amoliasa, isahe. Elesa do he Elesa, agne ho khorishinusa, jurtu terino gamisa. Elesa, Elesa, he amoliasa, isahe, he amoliasa, isahe. Dadichkini shino deris, tutas testi even seri, zule gogos tu kemeri. Elesa, Elesa, he amoliasa, isahe, he amoliasa, isahe. დიდი მადლობა. კაპიტანი ლამზირა აფაქიძე, რომელიც ასწავლის ხელმძღვანელი გახდა, მომზადდა ლამზირა, კაპიტანი ლილი აბდულიში, რომელიც გახლავთ ჩემკრები ლაზური სიმღერების და ანსამბლის წევრი და სოლისტის გახლავთ. ანსამბლის სახელი არ გითქვამთ, კი ყველა ვიცნობთ, მაგრამ მაინც 10 ძალი, რომელიც შეიძლება იყოს ფანტასტიკურად ასრულებს ლაზურ სიმღერებს, უბრალოდ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, რომ აი ლაზური სიმღერის პოპულარიზაციას ეწევით და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ იმ ადგილას სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ინახავთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ჩვენს კულტურულ ღირებულებას. ამაში დიდი წვლილია კაპიტან ლილის, ეს უდაოდ, მაგრამ მე მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ 10 წელი მხოლოდ ლაზურ სიმღერებს არ მღერის, იმიტომ რომ ლაზური სიმღერები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ რეპერტუარისა, რომელიც მათ აქვთ. მათ აქვთ ასევე აჭარული რეპერტუარი, ძალიან საინტერესო, სხვათა შორის მინდა ვთქვა ასევე მთისა და ბარის აჭარის რეპერტუარი და თან ცეკვავენ, თან მას ყველა თავარია კიდე, მე მინდა ყველას ვთქვა, რომ ძალიან სახასიათო ადამიანები არიან, მხიარულები. და მოკლედ თავად ხო ლამზირა შეიძლება დაწყებული ყველაზე მეტად ხიარულია ისე კარგია ეს ჩვენ შემთხვევაში კარგია მე მგონი იმიტომ რომ ეს ყოველთვის კარგია ხო დალხენილები მაგრამ მაინც გიხარია ეს ბედნიერები ვხდებთ ყველაფერს სხვათა შორის შოუში ეს ჩანს და უხდება სცენას ძალიან
არა მარტო სცენას, ცხოვრებასაც გატანინებს ბევრ რაღაცას. კი, გეთანხმებით. და კარგ ხასიათზე ლაპარაკობს ეს დღეს. კი. ხო, მე ძალიან ბევრი ისა აქვს, რა ქვია, შეხვდეთ ერთად, რაღაცა სუფრა, სიმღერა, ცეკვა, თამაში, მოკლედ რაღაც ბევრი ონაურობა გაქვთ, ხო? კი, საკმაოდ ბევრი ონაურობა გვაქვს, თუმცა ახლა რომელიმე კონკრეტული რო გავიხსენო. არა, ხო, მაგრამ ზოგადად. ხო, ეს. კარგი, ეხლა კაპიტან ლილი, ვისაუბროთ ლაზურ სიმღერაზე, ხო, რომელიც პირველი რასაც ადამიანი, როცა ისმენს ლაზურ სიმღერას, ასე ვთქვათ, მოუვა აზრად ის, რომ არის ძალიან მელოდიური, ლამაზი, ძალიან და განსხვავებული წყობაც არის. განსხვავებული, ხო, და ბევრისთვის რაღაცა ცოტა უცხო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, ხო? ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს ახლა ჩვენ ეს ეთერს და ზოგადად რო უთხრათ ლაზეთის შესახებ ზოგადად ხო? ანუ ის სოფლები რომელიც ფაქტობრივად თურქეთის ტერიტორიაზე დარჩა და აი თქვენი ასე ვთქვათ აი ამ მოგზაურობების შესახებ აი ამ სოფლებში. თითქმის ლაზეთი გაღმა იქეთ დარჩენილია. ჩვენთან ერთი სოფელი შემოვჭით მხოლოდ ლაზები, სოფელ საფში ცხოვრობ. და 10 წლის წინ მოვიარეთ ლაზური სოფლები, უმთავრესად ადაშენის ლაზური სოფლები. იმ სოფელში ბებიები და ბაბუები მხოლოდ ლაზურად ლაპარაკობენ, თურქეთის ლაზურ სოფლებში. მე იმათგან ძალიან ბევრი ლაზური სიმღერა შევისწავლე. იმ დროს შეიძლება ტექსტი მათ სხვანაირად თქვენ მე მელოდია გადმოვიტანე, გავაკეთე აშას ტექსტებზე, უფრო ჰელიმიშის და რა ვიცი, ზოგი ერთხმიანი გავასამხმოვნეთ, გავავრხმოვანეთ, მე აძალში მივიტანე ეს სიმღერები და დღესაც ვღერით ამ სიმღერებს. დღესაც თუ რამე მომენტი დამირჩა, დღესაც ვიწერ, არის ერთი ლაზი მომღერალი ბიროთოფალში, ძალიან ბევრი სიმღერა მომაწოდა. და სხვათა შორის მეც ვაძლევ ჩვენ სიმღერებს. ეს მინდა დამეღნიშნა, თავის დროზე ამათმა მიაწოდეს უფრო. და ასევე თქვენს ქმნით თქვენ სიმღერებს, ხო? აი ამ ლაზურ ასე ვთქვათ მოტივზე. ხო. ახლა ჰეი ნანა ის ჩემი მელოდია, ლაზური ნანა, ლაზუნადი ხამჯეში რო გავედით ისიც ჩემი მელოდია და რა ვიცი ბევრი რამე. ზოგი გადავაკეთე იმათგან მოტივი. ლაზურად საუბრობთ, მაგრამ ყოველდღიურად ოჯახში. რა თქმა უნდა. რა საინტერესოა. აბა რა მოგითხარით ლაზურად, რომ იქნება ვერ გავიგებთ, მაგრამ მაინც. გიორგი, დირექტორო, გოგიხდა, გოგაჭარა. რაღაცა ჩემი თავი შემოგევლოსო? ძალიან მიყვარხარ, გენაცვალე შემოგევლო. სოციალურად ჩვენც ვისაუბრობთ. მე მეგონა რაღაცა მოგიხდაო. გოგიხდა, მეგრუში. ხო, და მოგიხდას გავს. ძალიან გავს მეგრუს, ხო. კარგი, ეხლა შემდეგი სიმღერას მარტო ქალები შეგვისრულებთ, ხო? შევეცდებით, მხოლოდ ხო, აი ჩვენი შემადგენლობიდან გამომდინარე, ცოტა ისე ვართ შერეული ანსამბლები კიდევაც გაუკვირდა მახსოვს ნიჭერში რომ მივედით, შერეული ანსამბლი რაღაცა საქართველოში არ არის მაინდა-მაინც ისე ყოველდღიურობაში ბევრი ანუ მრავლად რა თქმა უნდა და იძულებულები ვიყავით რომ ლაზურ სიმღერა მე შეგვესრულებია ქალებს უფრო მეტად, უფრო ხშირად და დანარჩენი კიდევ ბიჭებს. და ეხლა შევეცდებით და ასევე მინდა აღვნიშნო ერთი რამ რომ თქვენ არ გვითქვას რომ ხელვაჩაურში მოღვაწეობთ. დიახ, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი. კი და რეპეტიციებიც გაქვთ ხელვაჩაურში, ხო? აუცილებლად, დიახ. და თავად ეს ანსამბლის წევრები საიდან არიან ასე ვთქვათ, საიდან მოდიან, როგორ მოდიან? ამჟამად ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თვითონ შენობა რეაბილიტაცია მინდის და ჩვენ ვართ სოფელ თხილნარში და ესე იგი რაღაცა 9 ზღვის გადავლა გვიწევს რომ მივიდეთ იქ. ანუ შორსა სხვადასხვა სოფლიდან ვიქნებით. მაგრამ მაინც გიხარიათ რომ მიდიხართ, ხო? მე მართლა მიხარია. ძალიან მიხარია მე ის. იცი რა, ეს თელი ისტორია მარშრუტკაში ვარხვდებით ერთმანეთს და არის ერთი. ნუ ხო ვიღაცა მოდის, ვიღაცა რეკავს, არიქა გააჩერე. ძღოლი აბედნიერია შეგამოიგე. არის ერთი ამავე არ გამას. მოგე თან ხმასაც ახურებთ ესე იგი რეპეტიცია. და უკვე აღარ უნდა ზედმეტი რამე. ძღოლებით რაც უნდა გადატელილი იყოს, მაგრამ მაინც გიჩერებინ და ვცნობენ უკვე. და კვირაში რამდენი დღე გაქვთ ესეთ პერიოდი? მე მგონი მალე მოითხოვე რომ ყოველდღიურად იყოს ამაზე. დრო არა თქვენი საკუთარი მარშრუტკა გავდეთ უკვე მალე. ხო, არა. საინტერესო აღარ იქნება მე. საინტერესო აღარ იქნება. კაი, მიდი გვიმღერეთ ეს სიმღერა. რა იქნება ეს სიმღერა? თან გითხარით? ეს სიმღერა იქნება ლილის ეასიე, რომელსაც ლილის მამა ასრულებდა. აჰა. აბა Easiye johoskanis kurbani simugulur muchom choris
Tigani Verola shena berina vortiskani Sidom jvidodom khaligyuni Chkini Verola shena berina vortiskani Sidom jvidodom khaligyuni Chkini Bazi gelaiti nogasha gohosati baba skanisto Yulichkini sivaida bashasha chkini redogichki Yulichkimi sivaida bashasha chkimi redogichki daskyuli chkimi atishkule govulurda ridagi didomi hun guris derdi me komdulat shekeri man yagi sidom jvidodom khaligyuli chkimi komdulat shekeri man yagi sidom jvidodom khaligyuli chkimi ძალიან დიდი მადლობა. ულამაზესი სიმღერაა და რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ დამეთანხმებიან ჩემი მეგობრებით, რომ ლაზური სიმღერის პოპულარიზაცია დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. და გარდა მაგისა ის რომ იმ ხარეში სადაც თქვენ მოღვაწეობთ სარფი და ხელვაჩაურის ეს მიმდებარე სოფლები და იქ რო თქვენ მოღვაწეობთ და ინახავთ ამ მნიშვნელოვან ასე ვთქვათ ისტორიულ ღირებულებას ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე როდესაც ვთქვათ უკვე დაწყებული ასე ვთქვათ სარფის საზღვრიდან იწყება თურქეთის ტერიტორია მაგრამ აი ზუსტად ამ ნაწილთან სადაც იგივე არაჩვეულებრივი მუზეუმი მდებარეობს ლაზურიას ეთნოგრაფიული მუზეუმი ხო რომელიც პირდაპირ სარფის ასე ვთქვათ საზღვართან არის აი იქ თქვენი მოღვაწეობა და იქ ესეთი აქტიურობა არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის შეიძლება ასე ითქვას. ამიტომ ამის დიდი მადლობა. ერთ მეორე სიმღერაც ვიმღეროთ ხო რაღაცა ეთერი ძალიან კარგი. ცოტა სიმხიარული გაგამხიარული. ხო, თორე ხო, ჰაიდე ვიგზავნოთ. გადავიდეთ. დრო თუ გვაქვს? კი, გვაქვს. ჰაიდე ხო. აბა ჰე. გაგამხი. რა სიმღერა იქნება ახლა? ცოტა მაღალზე. Haydi vigzalat haydi. Davida. Haydi vigzalat haydi nani nani hoy hoy haydi nani hoy hoy Haydi vigzalat haydi nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Okhore pechki nishan nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Okhore pechki nishan nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Yuli mezarechki mis nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Yuli mezarechki mis nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Dolo maqonarahi nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Dolo maqonarahi nani nani hoy hoy haydi nani hoy nani Haydi vigzalat haydi nani
nani hoi hoi hayde nani hoi nani hayde vigzalat hayde nani nani hoi hoi hayde nani hoi nani ისე ფერხულიც როგორი განსხვავებულია აბა მოგძანეთ ისევ ჩვენთან მოგძანდით ვისაუბრობ ხო ეს ასე ვთქვათ ცეკვის ელემენტები ფაქტობრივად სინკრეტულობა შეიძლება ასე ითქვას რომელიც ქართული სიმღერისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ეს შენარჩუნებული გაქვთ რაც ძალიან კარგია ყოველ შემთხვევაში რომ აი ყველა სიმღერა სახასიათოდ გამოვიყენოთ თქვა ფერხული თუ რა თქმა უნდა ფერხულით გავაკეთოთ და იგივე ლაზური სიმღერები რომელიც შეიძლება რომ გაკეთეთ ეს ფერხულებით და სხვადასხვა რაღაცა ილეთებით მოძრაობებით აუცილებლად შევინარჩუნოთ თორე რაღაც სხვანაირად არ გამოვა მე ხო, კაპიტალისტი დიდი მადლობა უნდა უთხრა ამ გაწეული საქმისთვის, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ამიტომ მინდა რომ დღეს ბევრი სიმღერა მოვასწროთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოვასმენინოთ და ასევე ანსამბლებმა თბილისში, რომ რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, შეიტანონ, ასე ვთქვათ, რეპერტუარში. 3 წუთი დაგვრჩა ეთერის ბოლომდე, ამიტომ ხო არ ვიმღეროთ ერთი სიმღერა. დიდი სიამოვნებით. კარგი, აბა მოდი ხო გავერთიანდეთ ყველა. ბიჭები არ დაგვეჩაგრონ. ხო, ბიჭები დაგვეჩაგრებიან და ეს შემდეგი სიმღერა რა იქნება, რო გითხრათ? ფურტუნა შენგევ. ეს არის ქალვაჟის შაირი. ქალვაჟის შაირი. აბა ვიშაიროთ. წავიდა. Furtuna shengevulu, nena momchi mevulu. Hebozos kanisheni, banda chveri govulu. Rakanis motgeladgi, limjishi khvala, Ubasmu molagizin, muchom zogas kwanjala. Telda de pe akrenan, chwae shovar barbala. Maskurina var migun, metkochi vinjubala. Furtuna shengevulu, nena momchi mevulu. რაღაცაზე მოვიგაბარაგეთ ხო ბოლოს სასურველი იქნება და ტიტრები რო გადიოდეს ახლოვებით მივხვდით იცით რა შეა საქმე რომ რამდენი ასე ვთქვათ საერთოდ ჯამში რამდენი სიმღერა თქვენს მიერ აღდგენილი ლაზური ქართული ალბათ 30-40 და რამდენი რომ მოდის ყოველთვის გულის ტკივილით ამბობს რომ იცით კიდევ რამდენი მაქვს იცით კიდევ მაგრამ ჩვენ რაღაც რაღაცები და ხანდახან კონცერტებზე მუშაობ და რა კარგია თუ სულ კონცერტები გაქვთ და რაღაცები გაქვთ და ვერასწრებთ ბათუმში და არა სამინისტრო ამ ხრივ გვერდით გვიდგას რაღაცები და ხშირად მადლობა მინდა უთხრა ამისთვისაც და ყოველ შემთხვევაში არ გვტოვებს რაღაც უყურადღებოთ და მაგრამ სულ ლაზურზეც ვერ გადავერთობით გვაქვს მაჭახლური ფოლკლორი და ამიტომ რაღაცნაირად ვარ. სხვადასხვა ბიჭები ცალკე არიან ჩართული ამ აჭახლური ასე ვთქვათ ნიმუშების აღდგენაში, ხო? აღდგენაში, რა თქმა უნდა, რაც საზღვრის მიღმა კიდევ დარჩენილი, ანუ იქეთ თურქეთის ტერიტორიაზე რა მასალების გვაქვს, ცდილობთ რომ ისინიც აღვადგინოთ, რატომღაც მგონია რომ ეს არის ჩვენი საქმე და ჩვენი გასაკეთებელი. მგონია კი რა ასეა. საქმე, სამინისტროც გვერდში უდგა და რუსთავიერიც გვერდში უდგა და მეტი პრობლემა. იმიტომ არიან კაი ხასიათზე, და რამზეც ფინალში ვარ. ხო, და ასევე, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ოფერბეტი ხარაჭერა იქნება თქვენი მუნიციპალიტეტიდან, ხელვაჩაურის, მე ვიცი რომ რა თქვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვთ და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ისინი აცნობიერებენ იმას, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი ანსამბლის არსებობა ჩვენი ქვეყნისთვის. იმ ადგილას, სადაც თქვენ მოღვაწეობთ. ნიჭიერის ფინალში წარმატებებს გისურვებთ. მალე იქნება ფინალი და მე მგონი გამორჩეული. მე ყველას ვთხოვ და უმესიეთ 10 წელს. არა, დაურეკეთ. დაურეკეთ. აი, კიდე კაი გვანსამ გაგისურვებ, თორე დაღუპავდი ამათ. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც გვიყურა ამ კვირაშიც, გისურვებთ ბედნიერ უქმებს და შევხვდებით ორ შაბათს. დიდი მადლობა. სულ კარგ ხასიათზე ყოფნას გისურვებთ. თქვენს და ჩვენ მაყურებელს.